22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონ ლუკეიდან ქალაქ ბარში გადასვენებას აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული წმინდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინება. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე მას ქართული ეკლესიაში ავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. პირველის ყოვლისა ყველას გილოცავთ ამაღლების დიდ დღესასწაულს და დღეს არის ხსენება წმინდისა მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მიროლუკის მთავარეპისკოპოსა სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილთა გადასვენება მირონ ლუკიდან ბარში. აი ეს დღეა, აღინიშნება დღეს და თვითონ წმინდა ნიკოლოზი უდიდესი წმინდანია, მფარველია ჩვენი დედა ეკლესიისა და დიდი მეოხია ყველა ქრისტიანისთვის და უდიდესი წმინდანია და მაგალითია ყველა ადამიანისა თავისი აი ცხოვრების წესიდან რა ცხოვრების წესით ის ცხოვრობდა, რომ მისთვის მოყვასი რამხელას ნიშნავდა და როგორი თავდადებით ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს და არაფერს რო არ უშინდებოდა და რომ ყველაფერზე მიდიოდა ეს კაცი, რომ ჭეშმარიტებას ეზეიმა და სიმართლეს ეზეიმა და თვითონ მოყვასთან ურთიერთობა და საზოგადოებასთანაც ურთიერთობა, იმიტომ რომ რაც უფრო კეთილგანწყობილი საზოგადოება ვიქნებით და არ იქნება ჩვენში დაპირისპირებები რაღაც მერკანტულზე, ხო? უფრო მეტად სიმშვიდე და სიყვარული იქნება, უფრო მეტად გაუგებთ ერთმანეთს და ეს არის ნათელი მაგალითი ჩვენი ცხოვრებისა. ყველას გილოცავთ აი ამ დიდებულ დღეს და დიდებული წმინდანის ხსენების დღეს.